სამწუხაროდ არაფერი არ არის გამორიცხული, რომ ლობისტური კომპანიები აქტიურად მუშაობდნენ იმაში, რომ მოხდეს კონკრეტული ადამიანების მიმართულად შეცდომაში შეყვანა, მაგრამ ამავე დროს ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც და მათ შორის პირადადაც აქტიურად ვართ ჩართული, რომ თითოეული სენატორის, კონგრესმენის, ევროპარლამენტარის ინფორმირება მოხდეს ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის შესახებ. შესაბამისად, მე მგონია, რომ თუ კი საკითხი დგას ასე, ეს პრობლემა აღმოფხვრილი იქნება და შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება ყველას, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ აფერხებს მეგობარი აქტის მიღებას. თქვენი პარტიის რეიტინგის გორბის კვლევებზე გითხავთ, რომ შევაფასოთ ორი სიტყვით და თქვენი პარტიის რეიტინგის შემცირებას უკავშირებით თუ არა თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს. გორბის კვლევა საერთოდ არ შევაფასებ, იმიტომ რომ რაღაცა ტუალეტის ქაღალდის შეფასება არ არის ჩემი საქმე. თქვენი პარტიის რეიტინგის ჩემი პარტიის რეიტინგის შემცირებასა და ზრდას არ ზომავს არც ბიძინა ივანიშვილი და არც ტელეკომპანია იმედი. ეხლა შემიძლია არ ვიცი, შემომაწოდონ თაბახის ფურცელი, დავწერო ციფრები და ვთქვა, რომ ეს არის კვლევა. და ესეთ თაბახის ფურცელზე დაწერილ კრეტინიზმს არ შევაფასებ. ანუ ბოიკოტთან ვერაფერს ვერ უკავშირებ? არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილის სურვილებს შეიძლება ვუკავშირებ, კი. და მაშინ თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ განაპირობა ის, რომ აქამდე თუ იყო პირველი ოპოზიციური პარტია, ამ პროექტს მხართ მეორე? არ ვიცი, ეს ვკითხოთ ბიძინა ივანიშვილს, რატო გადაწყვიტა, რომ მეორე ადგილზე დაწეროს თაბახის ფურცელზე სხვა ოპოზიციური პარტია. ეს ბიძინა ივანიშვილის შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დონეზეც არ არის, მდინარაძის და კობახიძის დონეზე თაბახის ფურცელზე მოჯღაპნილი რაღაც კრეტინიზმია. მათ ვკითხოთ, მოდი ქართულ ოცნებას ვკითხოთ, მეორე და მესამე ადგილებზე რატოა სხვა პარტიები. მოდი მათ ვკითხოთ ეს. სოციოლოგიასთან არავითარი კავშირი არ აქვს. სხვა სოციოლოგიურ კვლევებში რაც ჩანს, იმის მჯერა და ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები რაც დაწერენ თაბახის ფურცელზე A4-ზე საერთოდ არ მაინტერესებს. უბრალოდ აქ მათი მხრიდან განმარტება იქნება საინტერესო, რომ რით ხსნიან მათ შორის მეორე და მესამე ადგილებზე უეცრად სხვა პარტიების აღმოცენებას. არ არის ეს მეოთხე ადგილი, ვინ განსაზღვრა, რომ მეოთხე თუ მეხუთე ადგილზე. ვინც ყველაზე მეტად ეზიზღება იმ პარტიის და ვისგანაც ყველაზე მეტ საფრთხეს გზნობს იმ პარტიის დამცირებას ცდილობს. და ასევე ის რომ შევაფასოთ დღეს რომ საპარლამენტო არჩევნებისა რამდენად ემდობით რომ იქნება სამართლიანი ეს არჩევნები და 61%-მა განაცხადა რომ იდეა იქნება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და ესეც შევაფასოთ. ნებისმიერი სხვა კვლევა აჩვენებს, ეს კვლევა არ არის, როგორც 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები, ისე გორბი არ ატარებს კვლევებს. ნებისმიერი სხვა კვლევა აჩვენებს, რომ 60%-ზე მეტი პირიქით თვლის, რომ საპარლამენტო არჩევნები ამ ქვეყანაში დემოკრატიულად არ ჩატარდებოდა. მე სხვა კვლევების უფრო მჯერა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის სახში დაწერილი ამ რაღაცა ციფრების ჟონგლირების. ხავდაც ის ყოფილი მინისტრის რახან დაიწყო? ანაცეთის განცხადება. სადაც იგი ამბობს, რომ ახლა ქართულმა ოცნებამ გეგმა B ამუშავა, ასე ვთქვათ, ლეო გახარიას სისტემური ოპოზიციური გახდეს, რის შემდეგაც ჩაინიშნება საპარლამენტო არჩევნები და ასე ვთქვათ, საკონსტიტუციო უმრავლესობასაც მოიპოვებს, შეიძლება მოიპოვოს ქართულმა ოცნებამ ამ სისტემური ოპოზიციის პირობებში, ასე ვთქვათ. თქვენი მოსაზრება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს გეგმა B და ის, რომ ლეო გახარიას სისტემური ოპოზიცია შეიძლება გახდეს? არ ვიცი, მე შემიძლია თამამად ერთი რაღაცის თქმა, რომ ეს კვლევა არ არის, ეს არის ბიძინა ივანიშვილის სურვილები და ამ წუთას ბიძინა ივანიშვილის სურვილი არის, რომ მეორე მესამე ადგილზე იყვნენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც იღებენ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას. აქ შეუძლებელია ვილაპარაკოთ სოციოლოგიაზე, შეუძლებელია ვილაპარაკოთ რაღაც პროცენტულობაზე, შეუძლებელია ვილაპარაკოთ მხარდაჭერის ხარისხზე, მაგრამ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რა არის ბიძინა ივანიშვილის სურვილი. ბიძინა ივანიშვილის სურვილი არის სუსტი ნაციონალური მოძრაობა. ეს არის მისი მთავარი სურვილი. დანარჩენი, ვინ შეასრულებს სისტემური ოპოზიციის როლს, ეს არის მათი გადასაწყვეტი და მათ მიერ არის ის კომენტარები გასაკეთებელი დღეს, რომ რატომ უზრდის ბიძინა ივანიშვილი გორბის რეიტინგით მათ რაღაცა გავლენას. ანუ რატო 3%-იანი პარტია გასამაგდა? გორბის წინაკვლევით მე არ ვამბობ, რომ 3%-იანი იყო რომელიმე იქიდან, მაგრამ გასამაგდა?
ქართული ხალხი გაგიჟდა რომ რა მაგარია თვითმმართველობის არჩევნებში გამოგლეჯენ თბილისს. ამის ვინმე შეერა დედამიწის სულზე. მე დარწმუნებული ვარ მათ ოფისებშიც არ ჯერათ. უბრალოდ უფრო მკაფიოთ უნდა თქვან. რომ ივანიშვილის თამაში ეს არის ივანიშვილის თამაში ნეფსით თუ უნებლიეთ როცა მონაწილეობ ისე გათამაშებს შენ საერთოდ აღარაფერს აღარ კითხავს. ხო ამ ადამიანების პრეტენზია ხო იყო მთავარი ოპოზიციური პარტიობა. ხო დაუწერა გორბმა, მაშინ მათ საპრეტენზიო ეგ არის მორალური უპირატესობის დაკარგვის პრობლემა ამაშია. მაშინ ბიძინასთან რა პრეტენზია აქვს? აი ესე დაწერს არჩევნების შედეგებსაც. აი ტორტის ნაჭერივით დაჭრის 100%-ს 4 ოქტომბერსაც. მერე რა უნდა ვიმკითხაო ამაზე? მე ვადანაშაო ჯერ ესეთი სიტყვა არ მიყვარს ახლა და ჩემი თვითმიზანი არ არის ვინმეს დანაშაოში მხილება, მაგრამ ფაქტი არის რომ მონაწილეობენ იმ თამაში, რომელიც აწყობს ბიძინა ივანიშვილს. ეს მათ გადაწყვიტონ ამაში ნეფსით იღებენ მონაწილეობას თუ უნებლიეთ, არც ერთი არ გამორიცხავს მათ ბრალეულობას. აი როგორც გუშინდელი კვლევის მერე უწევთ თავის მართლება რომ უი როგორ მოგვიმატა პროცენტი და ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ და მიზან მიმართულად აკეთებს ბიძინა ამას რომ ურთიერთდაპირისპირება გამოიწვიოს ზუსტად ესე დაწერს 4 ოქტომბერსაც. ოღონდ ის შეხედეთ თქვენში ხედავთ რომ თქვენს პარტიაში პრობლემას რომ მეოთხე ადგილზე ხართ ოპოზიციურ პარტიებში? არა, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის სიმულირებას ვხედავ მე პროცესის. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს 60%. ეს ბიძინა მოდი ეს უნდა კითხოთ ქართულ ოცნებას, არ ვიცი დღეს თუ არ აქვს თუ არა კითხო პასუხი. სოციოლოგიასთან არავითარი კავშირი არ აქვს. აი მე მაგალითად ეხა რომ მომაწოდოთ თაბახის ფურცელი ჩამოვწერ. და მე დაუსვით სხვას კითხვა რომ აი ლევან სანიკიძემ რატო ჩათვალა რომ თქვენ მე-6-ზე უნდა ყოფილიყავით. აი ესე ბიძინამ რატო განსაზღვრა რომ მე-5-ზე იყოს, იმიტომ რომ ყველაზე მეტად არ უყვარს ნაციონალური მოძრაობა. დიახ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის არამხოლოდ კვლევა, მე დარწმუნებული ვარ რომ არავითარი საველე სამუშაო არ არსებობს. დაჭირდათ მაქსიმუმ დახარჯეს გრაფიკული დიზაინერი მოაცდინეს რამდენიმე საათი. რომ ამოენათებინათ უკან ეს. ჩემი ღრმა რწმენით ნაციონალური მოძრაობა ვინაიდან და რადგანაც პასუხობს საზოგადოების კრიტიკული უმრავლესობის მთავარ გამოწვევას არჩევნებში არ მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ამ ქვეყნის ევროპული განვითარების მთავარი მედროშია და ამას ადასტურებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც, ვინაიდან და რადგანაც ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი და ყველაზე სანდო პარტნიორი ივანიშვილის რეჟიმთან წინააღმდეგ ბრძოლაში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ არის მთავარი ოპოზიციური პარტია და ყველაზე მეტად აწუხებს ბიძინა ივანიშვილს მისი არსებობა. ამიტომ კრძალავენ ჩვენ, ამიტომ ასამართლებენ ჩვენი პარტიის დამფუძნებელს. ამიტომ ხდება ეს ამბავი. ამიტომ ლაპარაკობს მარია ზახაროვა ნაციონალურ მოძრაობაზე და მიხეილ სააკაშვილზე და არა იმ პარტიებზე, რომლებიც მეორე-მესამე ადგილზე არიან. ამიტომ იტაცებენ ჩვენი პარტიის თავმჯდომარის მეუღლეს. ამიტომ უსწორდებიან უმოწყალოდ ფიზიკურად ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს. მეხუთე პოლიტიკური ძალის მიმართ არის ეს ვენდეტა? თუ მთავარი ოპოზიციური ძალის? ან თქვით რომ რეალურად მთავარი ოპოზიციური ძალა ხართ? დიახ. კარგი, ყოფილი მინისტრის მოადგილისა და შესაძლებელი სამსახურის ხელმძღვანელის საკავშირზე ხართ, რომ გამარტოთ ეს. არ ვიცი, მე მიმაჩნია რომ მე ვერ გამოვექომაგები ამ ადამიანებს. მე ვთვლიდი რომ ეს ჩემი გასასამართლებელი და ნაციონალური მოძრაობის გასასამართლებელი არავინ არ არის. მე მიმაჩნია რომ სამართლიანი სასამართლო უნდა შეიქმნას, სამართლიანი პროკურატურა უნდა შეიქმნას და შესაბამისი საქმეები უნდა იყოს გამოძიებული. მე დარწმუნებული ვარ რომ არაერთი ჩვენი პარტიის წარმომადგენელი სხვადასხვა დროს საუბრობდა თავდაცვის სამინისტროში არსებულ აღვირახსნილ კორუფციაზე. უბრალოდ ქართული ოცნება კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური ორგანიზაცია კი არ არის. უბრალოდ ვენდეტა არის. ერთი ჯიბიდან მეორეში უნდა გადაიტანონ ფული. ჯუანშერ ბურჭულაძის ჯიბიდან უნდა გადაიტანონ მამუკა მდინარაძის და ირაკლი კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში. ამას ემსახურება ეს ამბავი. არ ვიცი, ამ პროცესს კორუფციასთან ვინ იბრძვის?
აი ვინ? ქართული ოცნების რომელი წარმომადგენელი? გამოაცხადონ მაშინ ჯერ ქართული ოცნება გამოვიდეს და თქვას, რომ 13 წლის განმავლობაში ყველა მათი მაღალჩინოსანი იპარავდა ფულს. მე რა მორა ეხლა მოიცალეს ერთმანეთის დასაჭმელად. აი ამას უკავშირდება და ბიძინა ივანიშვილი რომ სანქცირებულია და მილიარდობით დოლარი რომ დაკარგა და გაეყინა, დაკავებულია ამ მოპარული ფულის ამოღებით. Cash-ის ეს სიტყვა უხდება ამას, ნაღდიც არ უხდება. Cash-ის ამოღებით. ამით არის. ირაკლი კობახიძე გახდა კორუფციასთან მებრძოლი, ხო? აქამდე რას აკეთებდა? იმ მინისტრებს ეგ არ ამტკიცებდა? ყველას. და ძალიან შეხმატკილებულები იყვნენ ბიჭები, პოლიცსაბჭოში ერთად ისხდნენ. და ეხლა ბიჭებს ერთმანეთს თვითმკვლელობამდე მიყვანამდე მიყავთ. ეს არის ამ წუთას ქართული ოცნების რეალობა, რომელსაც ჩემი აზრით კიდევ უფრო ეფექტურად უნდა ვიყენებდეთ. არ ვიცი, რიჟვაძის ამბავზე თქვენ პროკურატურის განცხადება მოგისმენიათ? რა მოხდა? კაცი წავიდა თურქეთში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური საეჭვო ვითარებაში დაიჭრა ამ თვითმკვლელობამ ცადა. ამაზე პასუხი მოგისმენიათ? რა მოხდა? ხო არ მოგისმენია. აი როგორც რიჟვაძის ამბავთან ვითომ არაფერ კავშირში არ არიან, აი ისე არ არიან. მე ხა ამ ადამიანების დახმარება საერთოდ არ მაქვს მიზნად, იმიტომ რომ მე მიმაჩნდა რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ. დიახ, მათ შორის ჯუანშერ ბურჯულაძის კორუფციული საქმიანობით, მაგრამ კორუფციული საქმიანობით კი არ ინტერესდება ირაკლი კობახიძე. ინტერესდება ჯუანშერ ბურჯულაძის მოპარული ფულის უკან დაბრუნებით ბიძინა ივანიშვილისთვის. აი ეს არის მთელი სქემა. იგივე ხდება ზუსტად ჩვენი მისამართითაც და დიპსტეიტი რეალურად ეგრესდება დიპსტეიტი იმ ქვეყნებს, რომელიც მათ ინტერესებს ანატარებს, აკრავს პროვინციის სიალის და დღემდე არც ერთი მტკიცებულებაა ჩვენთვის არ წარმოუდგენიათ, რომ ჩვენ მე მაქვს ერთი რიტორიკული შეკითხვა, რომელზეც ჯერ პასუხი არ მომისმენია. ქართული ოცნება, როდესაც საუბრობს, რომ 2019 წელს დიპსტეიტისგან იღებდნენ დავალებებს, იმ დროს პრეზიდენტი ვინ იყო ამერიკის შეერთებული შტატების? დონალდ ტრამპი ხო იყო? ანუ მაშინ მე მაინტერესებს დონალდ ტრამპისგან იღებდნენ დავალებებს თუ დიპსტეიტისგან. თუ მაშინ დამარცხებული იყო დონალდ ტრამპი დიპსტეიტთან. და მე არ ვიცი, მაიკ ჯონსონის ადგილზე გავრილობს თუ ჩასვამს ვინმე, მე მგონია რომ ის კაცი იქნება პრორუსული. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ან ირანის წარმომადგენლებს თუ გაუმასპინძლდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში ელარჯით, არ მგონია მე ის ხელისუფლება იყოს ანტიირანული და ანტიჩრდილოკორეული. არ არის ესე მარტივად საქმე. ქართული ოცნების ანუ ნახეთ რა არის, აქ არის არსებითი სხვაობა. მე შეუძლებელი ავყო იმ რიტორიკას, რასაც ქართული ოცნება ცდილობს რომ თავს მოგვახვიოს. რომ მას და ტრამპს შორის, ირაკლი კობახიძეს და ტრამპს შორის არსებობს სულიერი ძმობა. აი ამას აწვევიან. რომ აი დიახ, დიპსტეიტი ებრძვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ქართული ოცნების გმირ პრემიერ-მინისტრს. ამის ვის ჯერა დედამიწის ზურგზე? თქვენ ჯერათ რეალურად ისიც ამერიკაში ხდება, რომ რეალურად დიპსტეიტს აქვს იმ ქალაქებიდან, რომ მე ამერიკის შეერთებული შტატები მგონია სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც აღმასრულებელ შტოს ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ხოლო საკანონმდებლო შტო, რომელიც შედგება ორი პალატისგან, ხელმძღვანელობს კონგრესი და სენატი. დანარჩენი ყველა, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსი იქნება, შესაბამისი სააგენტოები იქნება, თუ რა იქნება, ემსახურებიან იმ ადამიანებს, ვისაც ირჩევენ ამერიკელები. ამის მჯერა მე. ირაკლი კობახიძე ვის გულისხმობს? თუნდაც მაგას თქვენი აზრით მაგას გეკითხებით, ვინ გულისხმობა და ირაკლი კობახიძე გულისხმობს ნებისმიერ ადამიანს, ირაკლი კობახიძე გულისხმობს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საღად უყურებს ქართულ ოცნებას. და თქვენ გჯერათ რომ დიპსტეიტს აქვს უბრალოდ გავლენა, რომ ქვეყნებში აკეთოს ის არ ვიცი, ირაკლი კობახიძემ საერთოდ თქვა, რომ დიპსტეიტის მიზანი არის რუსეთის დასუსტება და ეს ცუდიაო. მე თქვენი აზრი მაინტერესებს. არა, მე არ მჯერა ამის. მე მჯერა რომ გავლენა აქვთ იმ ადამიანებს, ვინც არიან არჩეულები.
დონალდ ტრამპს, სტარმერს, მერცს, მაკრონს, მელონის მათ აქვთ გავლენა. დონალდ ტრამპის აქმაში არსებული და ამერიკულ დოქტრინაში არსებული deep state და გოგა ხაინდრავას deep state არის სხვადასხვა. და არ ვიცი განსხვავდება მაშინ. განსხვავდება იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების განმარტებით deep state არის იმ სააგენტოებში, იმიტომ რომ სამინისტრო არ არსებობს კლასიკური გაგებით. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომუშავე ბიუროკრატები, რომლებიც ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე არ იცვლიან თანამდებობებს, ანუ მუდმივად იქ არიან, ადმინისტრაციული თანამშრომლები არიან. და ამათი ქართული ოცნების განმარტებით ესენი არიან მასონები, მაჯლაჯუნები, ეშმაკის მოციქულები და არ ვიცით არიან თუ არა სულიერი არსებები, ქალები არიან, კაცები არიან, არ ვიცით. დღემდე ვერ დავადგინეთ, რომ დაურეკეს გახარიას დანიშნაზე. ეს რა მიწიერმა არსებამ განახორციელა ეს ზარი და საერთოდ დედამიწაზე იყვნენ თუ არა ეს ადამიანები. ამერიკის ვიკიპედია რასაც განმარტავს იმას ვფიქრობ მე და რასაც დონალდ ტრამპი მიიჩნევს და ასე შემდეგ. ესენი არიან ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციული შტოს წარმომადგენლები, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი. ჩემი აზრით ქალბატონ ტალიაშვილს უფრო ეფექტურად გადაცემენ იმ გზავნილებს, რომელიც ქართულმა ოცნებამ უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების გზაზე დაუბრუნდეთ. ეს გზავნილები შეუძლებელია არ მოიაზრებდეს ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტიკური პარტიების თავისუფლებას. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი. აწი ქართულ ოცნებას ეყოლება ადამიანი ვაშინგტონში, რომელიც პირდაპირ მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატების პირობებს, რა შემთხვევაში და არა ბრძანებებს, არამედ პირობებს, რა შემთხვევაში გადაიტვირთება ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ქართულ ოცნებას არავით არის შანსი არ აქვს ურთიერთობის გადატვირთვის. ეს არის ლეგიტიმაცია როგიშთან დაკავშირებით. როგორ? ევროკავშირის ქართული ოცნების მხრიდან ასე ვთქვათ კრიტიკა ელჩის მიმართ, შემდგომ უკვე დამხმაურებაც თავად ევროკავშირის მხრიდან ეს ყველაფერი შეაფასოთ ასე ვთქვათ და ის რაც ქართულმა ოცნებამ თქვა და შემდგომ უკვე საერთო განცხადება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროკავშირის ელჩის მიმართ. ხო, არ ვიცი, მაგალითად მე მაინტერესებს დონალდ ტრამპი საუბრობს თუ არა ევროპელი ელჩების გაძევებაზე. ქართულ ოცნებას ხო დებენ ბრალს, რომ პრორუსული ძალაა და ვაი საწყლები და რა რიტორიკით საუბრობენ ევროკავშირის ელჩზე? რომ გააგდებდა კახი კალაძე. კახი კალაძე ევროპიდან თვითონ არის გაგდებული ამ წუთას. ამაზე ღელავენ, რომ სადაც ჩაესვლებათ, იქაც ვეღარ ჩავლენ. ეს არის მთელი ამ რიტორიკის ნაწილი. რომ თურმე ქართული სახელმწიფო ყოფილა 100 კოცი. რომლის ოჯახების კეთილდღეობასაც უნდა გადავყვეთ ყველანი და თქვენ ახლა ვინც აქ ხართ წარმოდგენილი, თქვენი უვიზო მიმოსვლას ხოლმე იმის გამო უნდა შეიზღუდოს, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის 15 თანაგუნდელს არ ასანქცირებინებს ორბანს. ამაშია მთელი საქმე. ბიძინა ივანიშვილი ასანქცირებს საქართველოს ყველა მოქალაქეს. და ამის შემდეგ მე საერთოდ დედას რო არ აგინებენ ის მიკვირს. აი პირდაპირ დედას რო არ აგინებენ, ჯერ ის მიკვირს, მივლენ აქამდეც, რომ დედას შეაგინებენ ელჩებს. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო. კი, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო. ბრალი დასდეს დეზინფორმაციაში. ბრალი დასდეს, რომ მათ აბრალებენ მეორე ფრონტის გახსნას. ბრალი დასდეს, რომ ქართული ოცნება ცდილობს ქართველები დაარწმუნოს, რომ ევროპას უნდა დესტაბილიზაცია. ყველა ის მნიშვნელოვანი წუხილი, რაც ქართულ ხალხს აქვს, იყო ასახული ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ძალიან კარგია ესეთი მკაფიო გზავნილები, რო კეთდება დასავლეთისგან. ჩვენც გვჭირდება მეტი მკაფიოობა დასავლეთისგან.
სასამართლოს გადაწყვეტილებით და რეკომენდაციით გამოძიებული? ნახეთ, მე რჩები იმ ადამიანთა რიცხვში, რომლებიც თვლიან, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამართლიანმა პროკურატურამ და სასამართლომ უნდა გამოიძიოს 20 ივნისს. მე ამ ადამიანთა რიცხვში რჩები. მაგრამ მე მინდა, რომ ეს საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყოს ირაკლი კობახიძის და გავრილოვის ჭიქის მიჭახუნებით. ჯერ აი იქიდან მინდა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში ეს ჩასვან, რომ აი ამის მერე როგორ ვითარდებოდა მოვლენები. ეს ჩემთვის 20 ივნისს არ იმიჯნებიან კობახიძე და გახარია ერთ გუნდში იყვნენ, ერთ ნავში იყვნენ და ერთად დათხარეს ამ ხავს თვალები და ერთ შეეტენოს და მეორეს არა, ეგრეც არ გამოვა. და როგორ ვთქვით, რას მოიტანს ეს გამოძიება? მაგალითად ფაქტობრივად მოშემობენ, რომ იმიტომ ვიძიებთ, რომ ეს სტატუსის დავალება და თემას დავალებას. და 28 ნოემბრის შემდეგ 500 ადამიანს რომ მძიმეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და ფაქტობრივად ყოველდღე 20 ივნისი იყო ერთი თვის განმავლობაში, იმის გამოძიებას როდის აპირებენ? არა, როცა ირაკლი კობახიძეს გააგდებს ბიძინა ივანიშვილი, მერე გამოიძიებენ, მაგრამ აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე, იმიტომ რომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ირაკლი კობახიძე უნდა იყოს ქართული ოცნების ბოლო პრემიერ-მინისტრი. როგორ? არ ვიცი, აი მხოლოდ ამ დეზინფორმაციის კამპანიას, სადაც შეუძლიათ იჭიდაონ ამ პარტიების წარმომადგენლებმა, იმიტომ რომ გიორგი გახარიაც არ არის კეთილსინდისერი ამ საქმეში, არ ყვება ბოლომდე რა მოხდა 20 ივნისს. მოყვეს ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეუძლებელია მომხდარიყო ბიძინა ივანიშვილის გარეშე და სანამ ამ სახელს და გვარს არ ამოღერღავს, მანამდე იქნება ამ დღეში. რეგიონებში აპირებს რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს როდის და ასე ვთქვათ 4 ოქტომბრისთვის თქვენეული გეგმა და თქვენეული მზადება როგორია? ცოტა ნაადრევია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ამ ქვეყანაში რა ვითარება იქნება სექტემბერში. მე მგონია რომ ბევრად უფრო მეტი აქტიურობა იქნება ქართული საზოგადოების მხრიდანაც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც მეტ მკაფიობას მოვისმენთ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით და კონკრეტული ნაბიჯები იქნება. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ აქტიური კამპანია გვექნება და შემდეგ ამ კვირაშივე თქვენ უკვე ნახავთ ამ კამპანიის ერთგვარ დასაწყისს, რომლის მთავარი მიზანიც იქნება რეგიონებში ბევრად უფრო მეტი ადამიანის ინფორმირება, უფრო მეტი ადამიანის ჩართვა წინააღმდეგობის პროცესში, დედაქალაქში და რუსთაველის გამზირზე ამ პროტესტის გაძლიერება, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღები მოდის, 7 აგვისტო მოდის, ამისთვის მზადება, რომ ჩვენ ღირსეულად გავიხსენოთ ის გმირები, რომლებიც იცავდნენ ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, იმიტომ რომ ქართული ოცნება ამას არ გააკეთებს და გვაქვს ეს დღის წესრიგი, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია დიახ წინააღმდეგობის გაძლიერებასთან, მეტი ადამიანის ჩართვასთან, ამ ყველაფრის ორგანიზებასთან, საერთაშორისო მასშტაბით საერთო გზავნილის ქონასთან, მეგობარი აქტის მიღების პროცესის დაჩქარებასთან, ბრიტანული სანქციების დაწესების დაჩქარებასთან და ევროკავშირის მხრიდან ტარგეტირებული სანქციების დაკისრებასთან, კონკრეტული ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მიმართ. რაღაც ნაწილი ჩვენ კი ნახეთ ჩვენ არ შეგვიზღუდია ამ ეგრეთ წოდებული რვიანის ფორმატში მყოფ პარტიებს რაღაცა ჩვენი უფლებამოსილებები, არის საკითხები, სადაც ჩვენ გვექნება ურთიერთთანამშრომლობა და ერთად გავაკეთებთ, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას ექნება თავისი ბუნებრივი დღის წესრიგიც. არ ვიცი, ჩვენ მნიშვნელოვანი აქტივობები გვექნება მთელი საქართველოს მასშტაბით, მე რამდენადაც ვიცი დღეს საღამოს გაკეთდება განცხადება აჭარიდან, არ დავასწრებ მოვლენებს, მაგრამ მე არ დავასწრებ მოვლენებს, მაინც მინდა რომ მათგან მოისმინოთ და არა ჩემგან
ვინც ამას გააკეთებს, ძალიან ღირსეული ადამიანები, მაგრამ ჩვენ გვექნება მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის აქტივობა. ოღონდ ეს არ იქნება რაღაცა მოჩვენებითი აქტივობები, კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული საკითხები იქნება, რომლის მთავარი მიზანიც იქნება რაღაც დამატებითი მუხტის აკუმულირება, საერთაშორისო წნეხის გაზრდა და ადგილზე წინააღმდეგობის მოძრაობის გაძლიერება, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ის რომ ჩვენი პროტესტი ისევ გახდეს ბევრად უფრო მრავლისმომცველი და მთელი საქართველოს მასშტაბში რაღაცა განაწილებული, ვიდრე დღეს არის. მათ შორის პირდაპირ შეკითხვები, კითხვა-პასუხის რეჟიმი, მარშები, აქციები, კარდაკარი, ფაქტობრივად ყველა ის პოლიტიკური მექანიზმი, რომელიც ამომრჩეველთან და მხარდამჭერთან კომუნიკაციისთვის არის მნიშვნელოვანი. გვექნება სოციალური მედიის კამპანიები, მრავლისმომცველი, ანუ ფაქტობრივად ეს იქნება სრულფასოვანი კამპანია, ოღონდ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის გარეშე. რაც უფრო მეტად ვიაქტიურებთ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შედეგიანი იყოს და იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ივანიშვილის რეჟიმთან არ უნდა ვითანამშრომლოთ 4 ოქტომბერს, მათი დაკმაყოფილება მოხდეს იმით, რასაც ოპოზიციური პარტიები ვაკეთებთ. არ ვიცი, ბოლო წერტილი იქნება, რომ სამართლიანი სასამართლო გამოიძიებს და მოქმედი და ყოფილი ქოცები აგებენ პასუხს ოცივნისთან დაკავშირებით. ეს ამ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ივანიშვილს რა მოუნდება, ვერ ვივარაუდებ. ეს იციან ალბათ ქართული ოცნების ოფისში და უკეთ გეტყვიან. იმიტომ რომ პროკურატურასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს და სასამართლოსთან.